საქართველოს პრეზიდენტმა სვანეთში მდინარე მესტიაზე აგებული ახალი ხიდიც მოინახულა. ხიდის დიზაინი გერმანელ არქიტექტორს იურგენ მაიერს ეკუთვნის. ხიდი აეროპორტსა და დაბა მესტიას ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდის გავლის დროს მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა თუ როგორ აღმოაჩინა მსოფლიოში ყველაზე მოდური და ექსტრავაგანტული არქიტექტორი გერმანიაში და თუ რა აკავშირებს მას ქართველებთან. სვანეთის რეაბილიტაციის სამომავლო გეგმებზე საქართველოს პრეზიდენტი რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრებსაც ესაუბრა. იურგენს მაიერის გავიცანი მე შემთხვევით მიუნხენში ვიყავით მიუნხენის კონფერენციაზე და ციგნის მაღაზიაში შევედი და პროგრამ ნახულობ ხოლმე არქიტექტურის ციგნებს და პირველ შუაში მოხდა იურგენის არქიტექტურის ციგნი და ეს მართლა არის ახლა ერთ-ერთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური და მაგარი არქიტექტორი ძალიან ავანგარდისტული და იქიდან ჩამოვედით მე შევხვდით და რაც თავარია რატომ მომწონს მე მასთან მუშაობა არის ის რომ ის აკეთებს ყველაფერს ძალიან ჩქარად და ჩვენ დრო ძალიან ცოტა ყველაფერი უნდა გავუკეთეთ ძალიან ჩქარად და თუ უცხოელი თაყვება მაშინ უცხოეთში ეს უფრო რთულია რთულად ნელად აგეგმვით არსად არ ეჩქარებათ ამ კაც ეჩქარება ასე ჩვენსავით კარგი რაც ხახდა რომ ამ პერიოდში გამოჩნდა ბევრი ძალიან მაგარი ქართული არქიტექტორი და ესე იგი ადრეც უცხოეთთან მოყავდა ყველა ხო? ახლა უკვე ქართველებმა ისწავლეს ძალიან მაგარი რაღაცების პროექტები შექმნა ბევრი გავაგზავნეს სკოლებში და ჩვენი ერთ-ერთი პირობა სხვა უცხოეთთან როცა მუშაობთ რომ ქართველები აიყვნენ თავის სახელოსნოებში ასევე შეგირდებათ რომ მათაც ასწავლონ ყველაფერი ჩვენ ყველანი სწავლობთ ეხლა აქაც უკანასაც უყურებთ ეს ნაწილი იქიდან ხარეს ლანჩვარის ნაწილი აქ და ეხლა ეს მეორე ნაწილი დგება და უგრუნდება პიროვნულ რელიეფს სახეს იმიტომ რომ ქვის გადახურვა ხდება და არა ისეთი როგორც იყო სამხედრო შესტის და ნიათ ეს და შიდა ყველა გაკეთდება ახალ წლამდე პრაქტიკულად ყოფილი იქნება ახლა ძალიან მაგარი